მარნეულში გაიმართა უფასო სკრინინგი C-ჰეპატიტსა და აივშიცზე. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ზოგადი მოსახლეობის უფასო სკრინინგი ქვემო ქართლის მასშტაბით მიმდინარეობს, ხოლო 17 დეკემბერს ის მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სპეციალურად აღჭურვილი მობილური ამბულატორია განთავსებული იყო მარნეულის რაიონულ საავადმყოფოს ეზოში, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ჩაეტარებინათ აღნიშნული გამოკვლევა. სკრინინგი ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. C-ჰეპატიტსა და აივშიცზე ვახორციელებთ სკრინინგს, ეგრეთ წოდებულ ტესტირებას. აღნიშნული ღონისძიება ხდება დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ერთობლივი, ასე ვთქვათ, ძალისხმევით. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოვახდინოთ ზოგადი მოსახლეობის ტესტირება, რათა მოხდეს მაქსიმალური გამოვლინება აღნიშნული ინფექციური დაავადებების და შემდეგ უკვე ვახორციელებთ იმ ადამიანების გადამისამართებას სხვადასხვა კლინიკებში, რომელთაც დაუდგინდებათ აღნიშნული ვირუსი, რათა მოხდნენ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოგეხსენებათ. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს C-ჰეპატიტის მკურნალობას სრულიად უფასოდ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ძალიან დიდი ფუფუნებისაგანია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აღნიშნულ მედიკამენტზე უფასოდ მიუწვდება ხელი. ძალიან დიდი მადლობა ექიმებს იმისთვის, რომ მსგავს აქციას აკეთებენ და გამოკვლევებს უფასოდ გვიტარებენ. ძალიან კმაყოფილები ვართ.